ვარ პაპი ტელეფონის სწრაფი პაპი გველგანს ნება სადაც კარგი ხდება La. გამარჯობა. ბატონი ფაფი ბრძანდებით? ფაფი გისმენთ. ბეჰემოთი გაწუხებთ. ყურადღებით გისმენთ პატივცემულო ბეჰემოთა. მეტად უცნაური რამ ჭირს, რაც მესიზმრება დილით იქ მეღვიძება. მართლა უცნაური შემთხვევაა. მიშველეთ რამე! თუ შეიძლება დაწვრილებით მომიყევით თქვენი გასაჭირის შესახებ. დიდი სიამოვნებით. ყველაფერი ასე მოხდა. რა უნდა მგელს ჩემგან? ვერ გაიგო რომ მე მისთვის საჭმელი არ ვარ. ჩუმად დავდივარ. ჩურჩულებ, მგელმა რომ ვერ გაიგო სად ვარ. მგელი მოდის მგონი. საიდან მოდიხარ მგელო? მიშველეთ ვინმე. ძალიან კეთილი ვარ. აქ დავჯდები და დაგელოდები. როცა ჩამოვარდები, გიშველი. არ შემჭამო, არ ვარ გემრიელი. ამას მე გადავწყვეტ გემრიელი ხარ თუ არა. მე კარგი გემოვნება მაქვს და მიიჯერე. იდეა მაქვს. მომახსენე, გულით გისმენ. მოდი დავმეგობრდეთ. რომ დავმეგობრდეთ, ვეღარ შეგჭამ. ჭკვიანი ცხოველი ყოფილხარ. ცხოველი შენ ხარ, მე სხვა ვარ. ვინ ხარ? არ გეტყვი? საინტერესოა. კარგი, ჩამოხტი და დავმეგობრდეთ. არ შემჭამ? მგლის სიტყვას გაძლევ. არ შეგჭამ. კიდევ ერთი იდეა მაქვს. მოგახსენო? მომახსენე, გულით გისმენ. ერთი ძალიან კარგი მეგობარი ყავს. ციყვი ქვია. გეთანხმები, სიყვი გემრიელია. გემრიელი თხილიანი ნამცხრები აქვს. მოგეწონება. ცხილიანი ნამცხვები აქვს, მიყვარს ტკბილეული დესერტად. ვესტუმროთ? დიდი სიამოვნებით. სად გაქა? მაინც გიპოვი. ეგ არის შენი შეპირებული მეგობრობა? ცეკლავს, აი სად ყოფილხარ? არ მოდიხარ? სად ხარ? ამდენი ხანია გელოდები. წამოდი ჩქარა, ჟია. სამოთხეში ვარ. სამოთხეში. საიდან დავიწყო? რომელი შევჭამო? ღმერთო ჩემო, მგონი სიცხე მაქვს. რა მოუსვენარია, კიდევ გაქრა. რა ცუდი სიზმარი ვნახე, ვიტომ ღრუბლებში ვარ. სიზმარი კი არა, მართლა ღრუბლებში ხარ. ნუ მაღვიძებ, მძინავს, სიზმარში ვარ. გადმოხდი, დაგიჭერ. ამ სიმაღლიდან როგორ გადმოხდეთ? ძიმე ვარ. მე შინია. ძიმე რომ ხარ, კარგია. მალე ჩავალთ. კარგი, გადმოხდები. დამიჭირე. უცნაურ სიზმრებს ვხედავ. გუშინ შოკოლადის მატარებელი ვნახე. გარშემო სულ შოკოლადის მთები იყო. გუშინ წინ მანქანას ვმართავდი და 2 დღის წინ ისე მოვშვიდა სიზმარში თივის ბეინებს ვხედავდი. მგონი ვუახლოვდებით. სად ვარ? მიშველეთ! აღარ მინდა სიზმრები.
გავაქრო შენი სიზმრები? შენ ვინ ხარ? სიზმრების გამანადგურებელი. მიშველე, რაც მე სიზმრება იქ მეღვიძება. სახში მინდა. ეს ვინა? ეს ჩემი ასისტენტია. რადგინდა ასისტენტი? იმხელა თავი გაქვს. მარტო ვერ მოვერევი. თანახმა ვარ. მიშველეთ. დაიძინე, ძილი. გძინავს? ამოიღე ხმა. დაეძინა. სანამ ბეგემოტს სიზმრები გაუქრება, მანამდე ჩაი დავლიოთ, თხილიან ნამსხვრებთან ერთად. თუ შეიძლება მითხარით, როგორ განვითარდა მოვლენები? ისევ ღრუბელზე გამეღვიცა. რამ ჭირს? კიდევ ღრუბელზე გავიღვიწე. მიშველეთ ვინმე? სერიოზული შემთხვევაა. ძალიან სერიოზული. ბეგემოტმა თავის თავს დააბრალოს. რატომ? რა დაეშალა? დიდი თავი აქვს. ბეგემოტია და დიდი თავი უნდა კონდეს. აი, მე დიდი კბილები მაქვს. მე კიდე ვერ გამირკვევია, ადამიანი ვარ თუ ცხოვეა. მე თხილი მიყვარს. განსაკუთრებით ნამცხვარში. ძალიან გემრიელია. მე კიდევ სახში მინდა. რამე უნდა მოვიფიქროთ? ბეგემოტი ჩვენი მეგობარია და უნდა დავეხმაროთ. როგორ? ერთმანეთის თავებზე დავდგეთ და ღრუბელს მივწდებით. ჯერ მე შევახტები, უფრო ღონიერი ვარ. მიწვდით ღრუბელს. ბეგემოტს ხედავთ? კარგი მცდელობაა, მაგრამ მეც ამ დონეზე დავფრინავ. გამახსენდა, ჟირაფი. გრძელი კისერი აქვს და ღრუბელს მიწვდება. მაშინ სხვადასხვა მხარეს წავიდეთ და ჟირაფი მოვძებნოთ. წავედით. კარგი იდეაა. მე აქეთ წავალ. გამარჯობა, მეგობარო. გამარჯობა. შენი დახმარების იმედი გვაქვს. მე ყოველთვის მზად ვარ დასახმარებლად. პატივცემულო ჟირაფო, თქვენ გრძელი და ამაყი კისერი გაქვთ. და ამ თქვენი დიდებული მონაცემებით იქნებ ღრუბელს მიწვდეთ და ჩამოიყვანოთ ჩვენი მეგობარი ბეგემოტი. ბეგემოტი ხომ მძიმეა. როგორ მოვერევი? ესე იგი, ვერ დაგვეხმარები? ფიქრობ? არის გამოსავალი. მოიფიქრე რამე? მოვიფიქრე. ერთ კეთილ მოხუც ღრუბელს ვიცნობ. დაგვეხმარება. აი მთის წვერზე უნდა ავიდე და ვნახო. მე ქვევით დაგელოდები. კიდევ ბევრი დარჩა. ცოტაც და ღრუბლებში ვიქნები. არის აქ ვინმე? გამარჯობა ჟირაფო. აქ რა მოგიყვანა? შენი დახმარება მინდა. რით დაგეხმარო? ჩვენ მეგობარ ბეგემოტს ღრუბელზე ძინავს და სახლში უნდა დავაბრუნოთ. აუცილებლად დაგეხმარებით. როგორ? თხოვ იმ ღრუბელს და თვითონ მიიყვანს სახლში. პატარა ღრუბელო, წაიყვანე ბეგემოტის სახლში. გთხოვს, ბაბუა. აი, თაფლი მოგიტანე. მოგეწონება. მადლობა. მაინტერესებს შემდეგ დილას სად გაიღვიწეთ. თქვენ ვერც წარმოიდგეთ, შემდეგ დილას სად გავიღვიცე. თვალები ხია მაქვს და მაინც იზმარში ვარ?
ნამდვილად სიზმარში ვარ. თქვი, რომ ჩემ სიზმარში ხარ. უკვე ორნი ხართ? შენ რა გქვია? არ იცი ბეგემოტების ენა? ვერ გავიგე სიზმარში ვარ თუ ცხადში. საერთოდ სად ვარ? სახლში მინდა. დარჩი ჩვენთან, ერთად ვითამაშოთ. საიდან იცი ჩემი ენა? საიდან იცის და ეს ხომ ჯენზი თაობა? ჩემი მეგობრები მინდა. ჩვენც შეგვიძლია კარგი მეგობრობა. წამოდი გემრიელი კომბოები ვჭამოთ. კომბოები რა არის? წითელი კომბოსტოს ფოთლები. თქვენ მწვანე ფოთლებს არ ჭამთ? გამიგია მწვანე ფოთლებზე, მაგრამ ჩვენთან არ არის. კომბოები ჰაერში რატომ დაფრინავენ? ჰერში დაკიდული კომბოები ცხება. მიწაზე კი უკვე გამომცხვარი კომბოები დევს. რატომ ათამაშებს ხელში კომბოს? ცხელია და აცივებს. გვეკითხება. პატარა მოგართვათ საშუალო თუ ტიტანი? მე კომბოსტო საერთოდ არ მიჭამია. გემრიელია? ძალიან გემრიელია, საუკეთესოა. სხვა საჭმელი არ გააქვთ? ამაზე გემრიელი არ გვაქვს. ყველაზე დიდი კომბო მომიტანეთ. აი იმ მთაზე უნდა ავიდეთ და გადმოსვეთ. მე არ დავიმტვევით? არა, არ დავიმტვევით. ვიფრენთ. ერთი მყუდრო ადგილი ვიცი. იქ დავიძინოთ. კარგად გავერთეთ? ძილი ნებისა. ძილინებისა. ნეტა ვინ რეკავს? ბეჰემოთი გისმენთ? მოვისმინე თქვენი უცნაური ამბავი. დაბეჯითებით გავეცანი ჩემს მეხსიერებაში არსებულ ინფორმაციას და ასეთი დასკვნა გამოვიტანე. ძილის წინ 2 საათით ადრე ჩურჩხელა უნდა ჭამოთ. რეცეპტით არის? არა, პატივცემობო. თქვენი ტელეფონის ეკრანზე არის ასეთი ღილაკი. ციყვია ხატია. ციყვი? დააჭერთ ამ ღილაკს, შეუკვეთავთ ჩურჩხელას და ციყვი ადგილზე მოგიტანთ შეკვეთას. შეკვეთა მიღებულია. პატივცემულმა პატარა ბეჰემოთმა გაითვალისწინა ჩემი რეკომენდაციები და მას შემდეგ ყოველ დილით სახლში იღვიძებს. სახლში გავიღვიძე! La 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 la. გამარჯობა. ფაფი, ბრძანდებით? იახ, ფაფი გისმენთ. რობოტი, რონალდი, გაწუხებთ. გთხოვთ, მობრძანდეთ, გადაიღოთ და ბავშვებს ახაროთ ჩემი ახალი გამოგონება. აუცილებლად გიახლებით. დიდი მადლობა. La 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 la. ჩვენ მიმყოფებით რობოტი რონალდის აეროდრომზე. ჩვენს უკან ჩანს ნაყინის მფრინავი ქარხანა, რომელიც პატივცემულმა რობოტმა შექმნა. დაუჯერებელია, მაგრამ ის
ფრინავს და სხვადასხვა გემრიელ ნაყინებს დაფრქვევს. ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა ციდან ჩამოცვენილი ნაყინები დაიჭირონ და მიირთვან. გენიალურია! სანამ რობოტი რონალდი ნაყინის მფრინავ ქარხანას შექმნიდა, მანამდე მან ძალიან ეფექტური რამ გამოიგონა, რომელსაც თვითონ მოგვახსენებ. რა გამოიგონეთ, ბატონო რონალდ? მოტორიანი თხა. მართალია, მოტორიანი თხა ძალიან საინტერესო და კეთილი პიროვნებაა. ვნახოთ ჩემს მიერ მომზადებული ვიდეო. რობოტმა რონალდიმ რამოდენიმე ღამე გაათენა. სარეცხის მანქანის ძრავისგან შექმნა ახალი, ძალიან სწრაფი და ძლიერი ძრავი, რომელიც თხაზე დაამონტაჟა და დაუჯერებელი შედეგი მიიღო. მიდი, მეგობარო, დაიპყარი ვენახები. ამ საოცარ თხას აქვს ფასდაუდებელი თვისება. ის მევენახეებს ყურძნის კრეფაში ეხმარება. დავბრუნდეთ რონალდის აეროდრომზე, სადაც შედგება ნაყინის ქარხნის გაფრენა. მიდით, რონალდ! ცივი პუმპულა გული გაგვიხარა ნახინები ფრინავენ აიხედე მაღლა წითელი და გვიტელი მწვანეც არის თეთრიც ყველა გემოამსო და მრავალი ფერიც მარცვლისა და ვანილის ნაგრინები ბერი შოკოლადი წურებია ლიმონის და სხვებით შკარა სანამ დადნებაო დაუცნებად სახდებაო მწვანეც არის თეთრიც ყველა გემოამსო და მრავალი ფერიც მარცვლისა და ვანილის ნაგრინები ბერი შოკოლადი წურებია ლიმონის და სხვებით შკარა სანამ დადნებაო დაუცნებად სახდებაო მამა, სათამაშოები მინდა. ეს რა არის? ეს რა არის? დღეიდან ჩემთვის იმუშავებ, შექმნი იმას, რასაც მე გიბრძანებ. რა უნდა შევქმნა?
სათამაშოები ვისთვის ჩემთვის რამდენი წლის ხარ? მილიონი რა დროს სათამაშოებია? პატარა ხომ არ ხარ? ჯერ ბავშვი ვარ ნეტა სად არის ჩვენი რობოტი? აუცილებლად ვიპოვით. რა ვქნათ მეგობარო? სად ვეძებოთ ან როგორ მივაგნოთ რობოტს? მოიცა ვიფიქრო. ბევრი უნდა იფიქრო? იფიქრეთ ხაო, იფიქრე. გამახსენდა რობოტის სახელოსნო, სადაც მე შემქმნა. სად არის? სად არის? აი, იქ არის. რა უცნაური სამუშაო ხელსაწყოებია? ეს რა დანადგარია? რას აკეთებს ნეტა? ეს რამხელა ფუტკარია? ბოლოს ამაზე მუშაობდა. ფრენა შეუძლია? მე მგონი კი. მახსოვს ერთხელ ცოტა თაფლი ჩაასხა და ფუტკარი აფრინდა. ჩვენც ხომ არ გვეცადა? რატომ? იქნებ რობოტთან მიგვიყვანოს. თაფლი სად ვიშოვოთ? მოიცა ვიფიქრო? ფიქრობ? მოვიფიქრე. რა? ერთ ფუტკარს ვიცნობ და მას ვთხოვ დახმარებას. როგორ? 8, 5, 3, 6, 4, 9. ალო ბზუკ ubრძანდებით? დიახ ფაფი გაწუხებთ. გამარჯობა ფაფ რამ შეგაწუხა ვიღაც გაურკვეველმა არსებამ რობოტი რონალდი გაიტაცა და პლანეტებში დაიკარგა. ვაი ახლა რა უნდა ვქნათ როგორ მოვძებნოთ გეგმა მაქვს. რა დიდმა აქ რობოტის შექმნილი რკინის დიდი ფუტკარია. რომ გაფრინდეს, თაფლი უნდა ჩავასხათ. შენი დახმარება მჭირდება თაფლის შეგროვებაში. დიდი სიამოვნებით. აუცილებლად დაგეხმარები. ჩვენ ფუტკრები ლამაზები ბევრი თაფლი გვაქვსო ჩვენ მეგობრებს ვეხმარებით არ ვილებით ამსო ჩვენ ფუტკრები ლამაზები ბევრი თაფლი გვაქვსო ჩვენ მეგობრებს ვეხმარებით არ ვილებით ამსო ჩვენ ფუტკრები ლამაზები ბევრი თაფლი გვაქვსო ჩვენ მეგობრებს ვეხმარებით არ ვილებით ამსო გავფრინდეთ, ჩემო მეგობარო. არის ვინმე? აქ რა გინდა ვინ ხარ ფაფი. სათამაშო ხარ არა, ტელეფონი ვარ. შენ ვინ ხარ? მე აბადუ ვარ აქ რატომ მოხვედი ჩემ მეგობარს ვეძებ. მეგობარი რა არის მე ვარ შენი მეგობარი სულ ერთად ვარ თამაშობ თუ გვაქვს ბევრი მეგობარი მაშინა მითამაშობ მე ვარ შენი მეგობარი სულ ერთად ვარ თამაშობ თუ გყავს ბევრი მეგობარი მაშინა მითამაშობ მაშინა მითამაშობ ჩვენ უკვე მეგობრები ვართ კი, რა თქმა უნდა. რა კარგი ყოფილა მეგობრობა წავიდეთ,
ძალიან ბევრ მეგობარს გაგაცნობ. მოიცა, მამას დაურეკავ. გავაფრთხილებ და წამოვალ. ალო, მამა. ეს არის უცხო პლანეტელი ბავშვი. სახელად ტაბატუ. მას თქვენთან მეგობრობა უნდა. მე ვარ შენი მეგობარი, სულ ერთად ვარ თამაშობ, თუ გავს ბევრი მეგობარი, მაშინ ამითამაკობ. მე ვარ შენი მეგობარი, სულ ერთად ვარ თამაშობ, თუ გავს ბევრი მეგობარი, მაშინ ამითამაკობ, მაშინ ამითამაკობ. მაშინ ამითამაკობ. გამარჯობა. მე ვარ ფაფი. მე ვიმყოფები სამგზავრო ტრანსპორტის შეკრებაზე. მათ სურვილი აქვს გაგვაცნონ თავიანთი შესაძლებლობები. ასე არ არის? კი ბატონო, ასეა. ასე. ჩვენც გეთანხმებით. პატივცემულო მანქანავ. მოგვახსენეთ თქვენი შესაძლებლობები. მე ვარ სუბუქი მანქანა. სულ დავდივარ ხანა. მე არ მარ სუბუქი მანქანა, სულ დავდივარ ჩქარა. მე არ მარ სუბუქი მანქანა, სულ დავდივარ ჩქარა. დიდო ავტობუსო. გაგვაცანით თქვენი თავი. მე ვარ დიდი ავტობუსი, ბევრი ხალხი დამხავს. მე ვარ დიდი ავტობუსი, ბევრი ხალხი დამხავს. მე ვარ დიდი ავტობუსი, ბევრი ხალხი დამხავს. ბევრი ხალხი დამხავს. ბევრი ხალხი დამხავს. თქვენზე ამბობენ, რომ ძალიან სწრაფიაო. მართალია? მე ვარ მოტოციკლი, მე მაქვს ორი ბორბალი, ვარ ძალიან სწრაფი, მე ძახიან მოტოციკლს, ვარ მარჯვე და არგი. ბატონო მატარებელო, მოგვიყევით თქვენს შესახებ. მე ვარ მატარებელი. მე ვარ მატარებელი, ვარ ძალიან გრძელი, ვაგონი მაქვს უამრავი, ბორბლები მაქვს ვეური. მე ვარ მატარებელი, ვარ ძალიან გრძელი, ვაგონი მაქვს უამრავი, ბორბლები მაქვს ბევრი. ძვირფასო ტრამვაი. რას გვეტყვით თქვენ შესახებ? მე ვარ ტრამვაი, მე ვარ ტრამვაი. მე ქუჩებში დავგორავ, თან ლერსები ხმაურობს, არც საჩე მაქვს, არც პედალი, ყოველად ჩემზე საუბრობს. პატივცემულო ტრანსპორტო. რას გვეტყვით? მე მფრინავი ეთლი ვარ, მე მფრინავი ეთლი ვარ. უცნაური ტრანსპორტი ვარ, არც მთები მაქვს, არც ბორბლები, სულცაში ვარ და გავკრივარ, ირგვლივ მაქვს სულ ფანჯრები. ამბობენ, რომ წყალზე თქვენ ყველაზე სწრაფი ხართ. რა გქვიათ? მე ვარ კატერი. ლუჭ ტალხებზე მიცურავ, მიქრის სწრაფი კატერი, უკან თეთრ გაბსდოებ და გზას მითმობს ხვილაფერი. როგორც ამბობენ, თქვენ არც ზღვების და არც ოკეანეების გეშინიათ. მოგვახსენეთ თქვენი ვინაობის შესახებ. მე ვარ დიდი გემი.
ზღვებზე დავდივარ დავცურავ ტალღებს გვერდს ბული და არ ვიღლები არ მესინია არც ოკეანის არის ყველა galaxy მალე ვიქნები რა საინტერესო ტრანსპორტი ბრძანდებით, როგორ მოგმართოთ? მე ვარ ვერტმფრენი. თავზე დიდი რთები მაქვს. ტრიალებენ და ქარცხრის. დავნავარდობ რუბლებში. ჩემი ხტები რუბლებში შრის. სადღაც წამიკითხავს, რომ თქვენ ყველაზე მაღლა დაფრინავთ. მე ვარ თვითფრინავი, მე ვარ თვითფრინავი. მე ვარ დიდი სრაფიჩიტი. გავცილვე ველამთას. რუბლებს ზემოთ დავფრინავ და მზე ახლოდან კარგად ჩანს. მე ვარ დიდი სრაფიჩიტი. გავცილვე ველამთას. რუბლებს ზემოთ დავფრინავ და მზე ახლოდან კარგად ჩანს. მე ვარ დიდი სრაფიჩიტი. გავცილვე ველამთას. რუბლებს ზემოთ დავფრინავ და მზე ახლოდან კარგად ჩანს. მივიჩქარი ჩემ ბოსტანში მძვანე ლამაზ ბაღშია. რარა კარგი დილაა და ბოსტანში ხილია. ჩადოსნური ბოსტანი მაქვს ლამაზი და მშვიდია. ბოსტნეული ცეკვავს და მინდის რა გრილია. წითელო პომიდორი მზე სუღიმის ხვებაო. მის გვერდით კი კიტრიზის და სიგრილეზე ხვებაო. პადრიჯანის კაბაკია სამისფერია. ბოსტანში ხომ ყველაფერია სეპერად ფერია. კარტოფილი მალულაძის თავისი პატარა ბუდიტა. მიცის კაშკის და ფილო ანარინგის ფერგუდიტა. კომპოსტოს კი ბევრი კაბა ერთმანეთზე აცვია. ყველა ჩვენი ბოსტნეული ძალიან ლამაზია. გამარჯობა ბავშვებო. იცით სად მოვედით? ეს ჩემი ჯადოსნური ბოსტანია. აქ ცხოვრობენ ჩემი მეგობრები, რომლებიც გვეხმარებიან ვიყოთ ძლიერები და ჯამრთელები. მოდით სათითაოდ გავეცნოთ მათ. გამარჯობა სტაფილო. ამბობენ, რომ თქვენ ძალიან ბევრი და სასარგებლო ვიტამინები გაქვთ. დიახ, ჩემი ვიტამინები დაგეხმარებათ, რომ საღამოს, როცა შუქი ქრება, კატასავით კარგად დაინახოთ ყველაფერი. მეორე, თქვენს კანს მზისგან იცავს და ბზინვარებას მატებს. მესამე, თუ გინდათ, რომ მალე გაიზარდოთ და თქვენს საყვარელ სათამაშოებს ზედა თაროზე მიწვდეთ, მე თქვენი საუკეთესო მეგობარი ვარ. მე ძალიან ბევრი და სასარგებლო ვიტამინები მაქვს. თქვენ ვინ ბრძანდებით? მე ვარ ჭარხალი და ვარ მუდამ წითელი. ძალიან მდიდარი ვარ რკინით. მე ვეხმარები თქვენ სისხლს, რომ თელს ხეულში ბევრი ჟანგბადი დავარიგო. ეს ნიშნავს, რომ თქვენი გული და ფილტვები უფრო მაგრად იმუშავებს და სირბილისას მალე არ დაიღლებით. მეც მაქვს სასარგებლო ვიტამინები. გამარჯობა ნიორო. მე ვარ ნიორი და ჩემი მებრძოლი ვიტამინები ჭრილობებს სწრაფად არჩენს და გაციების მოგერიებაში გეხმარება. წითელი ვარ არლოხება წითლებული. მზეზე ვარ მუდამ გაფურჩქული. სალატში ვარ ყველაზე გემრიელი. ჩემი თიქნებით მუდამ ხნედ და ძლიერი. წითელი ვარ არლოხება წითლებული. მზეზე ვარ მუდამ გაფურჩქული. სალატში ვარ ყველაზე გემრიელი. ჩემი თიქნებით მუდამ ხნედ და ძლიერი.
მე ვარ პომიდორი. მე თქვენი გულის მცველი ვარ. ჩემი წითელი ფერი გულს ეხმარება, რომ ძლიერად იძგეროს და თქვენ არასდროს დაიღალოთ. აი მე, ჩემი ლამაზი იასამნისფერი კაბის ქვეშ ვმალავ ნივთიერებებს, რომლებიც თქვენს მეხსიერებას ეხმარება. თუ გინდათ, რომ ლექსები და ზღაპრები ადვილად დაიმახსოვროთ, ბადრიჯანი უნდა გიყვარდეთ. დილა მშვიდობისა კარტოფილო. რას გვეტყვით თქვენ შესახებ? მე თქვენი სხეულისთვის დიდი ენერგიის მოცემა შემიძლია. მე მოგცემთ ძალას, რომ მთელი დღის განმავლობაში იხტუნაოთ, იცეკმოთ და ითამაშოთ. მე თქვენი კუნთების საუკეთესო მეგობარი ვარ. როგორ ბრძანდებით, კიტრებო? თქვენ ძმები ხართ? დიახ, ძმები კიტრები. ჩვენ თითქმის სულ წყლისგან შევდგებით. როცა გარეთ სიცხეა და ბერს დარბიხართ, ჩვენ გეხმარებით, რომ ორგანიზმი არ გამოშრეს. ჩვენ თქვენს ორგანიზმს შიგნიდან გავაგრილებთ. გამარჯობა ხახვო. გაეცანი ბავშვებს თუ შეიძლება. დიდი სიამოვნებით. მე ვარ ხახვი. მე ცოტა საგატირებთ, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი ვარ. ჩემში უხილავი ჯარისკაცები იმალებიან, რომლებიც ებრძვიან ბოროტ მიკრობებს და არ უშვებენ ვირუსებს თქვენს ორგანიზმში. ბავშვებო, ეს არის კომბოსტო. რას გვეტყვით თქვენ შესახებ? მე ბევრი ფენა მაქვს, როგორც ტანსაცმელი. მე თქვენს ორგანიზმში ცოცხივით მუშაობ, ყველაფერს ვასუფთავებ და ვაწესრიგებ, რომ მუცელი არასდროს გეტკინოთ. მოდი ბროკოლი მოვინახულოთ და გავესაუბროთ. მე პატარა ხეს ვგავარ. წვანეს ვიტამინებით. მე თქვენს ცულებს ისეთივე მყარს ვხდი, როგორც რკინაა. თუ წაიქცევით და მუხს გადაიყლებთ, ჩემი ვიტამინები ჭრილობას ელვის სისწრაფით აშუშებენ. მე ძალიან ცხარე ვარ და მეძახიან წიწაკას. წიწაკა ნამდვილი სუპერგმირია. მასში იმაზე მეტი ვიტამინი C-ა ვიდრე ლიმონში. და ეს ნიშნავს იმას, რომ ნაკლებად გავცივდებით, უფრო სწრაფად გავიზრდებით. თქვენი კანი და თვალები უფრო ჯანსაღი იქნება. ხომ არ დაგავიწყდით, მეც ამ ბოსტნის ბინადარი ვარ, ბოლოკი. სად იყავი ბოლოკო აქამდე? ახლა გავიღვიძე და მიწიდან ძალიან სწრაფად ამოვძვერი, რომ თქვენთან მალე მოვსულიყავი. მე ნამდვილი ვიტამინების ბურთულა ვარ და ხრაშუნაც. მე თქვენს კბილებსა და ღრძილებს ვავარჯიშებ, რათა ისინი ძლიერი და საღი იყოს. და კიდევ, ვირუსებიც ვერ მოგერევიან. ხარაშა ხრუში გემრიელი, ჯანსაღი და ლამაზი, ვიტამინების გუნდი ვართ, საუკეთესო ნაზავი. გგავგსინჯით და გაიზარდეთ, სულ იქნებით ლარღები, ჩვენთან ერთად დამშვენდება სახლებიც და ბაღებიც. ხარაშა ხრუში გემრიელი, ჯანსაღი და ლამაზი, ვიტამინების გუნდი ვართ, საუკეთესო ნაზავი. გგავგსინჯით და გაიზარდეთ, სულ იქნებით ლარღები, ჩვენთან ერთად დამშვენდება სახლებიც და ბაღებიც. დღეს სად წავიდე? ვის დავეხმარო? დატრიალდი გლობუსო. გისმენთ. გამარჯობა, ფაფი ხართ? დიახ, ფაფი გახლავთ. თქვენი დახმარება გვჭირდება. რით შემიძლია გემსახუროთ? ჩვენ ძალიან გვინდა თქვენი დახმარებით შინაური ფრინველები და ცხოველები გავიცნოთ. დიდებული იდეაა, აუცილებლად დაგეხმარებით. რა გიქრა? კიო, კიო, აუცილებლად დაგეხმარებითო. დღეს დაკავებული ვარ და ხვალ დილიდან აუცილებლად შეუდგები თქვენი სურვილის შესრულებას. ხვალ დილიდანო.
გავესაუბრები და გავიცნობ შინაურ ფრინველებს და ცხოველებს. მერე გადავიღებ, ჩემ YouTube გვერდზე ავტვირთავ და ამ ფილმის ნახვა ყველას შეეძლება. რა კარგია ფაფიო, რა კეთილი არიო, მეგობრები ვართო, გული გახსნა ართოდ. რა კარგია ფაფიო, რა კეთილი არიო, მეგობრები ვართო, გული გახსნა ართოდ. დილით ადრე ავდექი. ხელპირი დავიბანე, მივირთვი გემრიელი ფაფა და გაუდექი იმ ლამაზი სოფლისაკენ გზას, სადაც კეთილი შინაური ფრინველები და ცხოველები ცხოვრობენ. პირველი ვინც შემხვდა იყო მამალი. მივედი და გავესაუბრე. დილა მშვიდობისა მამალო. რასაპირებამ დილა ადრიან. ყივილს. რატომ? მე ვარ მამალი, მიყვარს ყივილი, გაგაღვიძებთ ყველას. დილით ღივის მამალი, რა კარგია, რა კარგი. 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 ეს ჩემი შვილია, ციცილა. თქვენ რა გქვიათ? ქათამი, რა თქმა უნდა. თქვენი ძირითადი საქმიანობა რა არის? მე ვარ ქათამი. ვდებ კვერცხებს და ვკაკანებ. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. ჩვენთვისაც. ლა 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 ლა. გამარჯობა. შეიძლება გავიცნოთ ერთმანეთი. დიდი სიამოვნებით. მე ვარ ფაფი, ვეძებ მეგობრებს. მე ვარ ინდაური. აი ასეთი ხმა მაქვს. ეს ჩემი შვილია. ჭუკი. ჩვენ ახლახანს დავმეგობრდით ვისეირნებ ბევრსო. ვინ შეხვდება მას გაუცდით მეგობრობის ხელს. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? წყალი თბილია? ჩამოხდი. ჩვენთან ერთად იჭყონპალავე. კარგი ცურვა გწოდმია. მე ვარ ფაფი, ვეძებ მეგობრებს. მე ვარ იხვი. მიყვარს ცურვა და ყიყინი. ეს ჩემი შვილია, ჭუკი. კარგი იყო თქვენთან ერთად ჭუმპალაობა. სხვა დროსაც გამოგივლით. მომავალ შეხვედრამდე. ლა 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 ლა. გამარჯობა პატივცემულო. თუ შეიძლება გაგვაცანით თქვენი თავი. მე ვარ ციცარი. ძალიან ლამაზი ხმა მაქვს. ეს ჩემი შვილია, ციცილა. აღფრთოვანებული ვარ თქვენი ხმით. მეც მშვენიერი ხმა მაქვს. თქვენ რა გქვიათ? მე ვარ ბადი. მიყვარს ყიყინი. ეს ჩემი შვილია. ჭუკი. თქვენის ნებართვით დაგემშვიდობებით. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. შეიძლება გესტუმროთ? რა თქმა უნდა. ალე ჰოპ. მე ფაფი ვარ. მე და ჩემ მეგობარ ბავხებს ძალიან უნდათ თქვენი გაცნობა. მე ვარ ძაღლი. ვიცი კარგი ყეფა და ღრენა. ეს ჩემი შვილია, ლეკვი. დიდი მადლობა გულთბილი მიღებისთვის. ნახვამდის. ტელევიზორში ვიქნებით? რა თქმა უნდა. გამარჯობა. რასათვალიერებ? ტალახის გუბეს ვეწებ. აბაზანები უნდა მივიღო. თქვენ რას ეძებთ? მეგობრებს. მე ვარ ღორი. ვიცი კარგი ღრუტუნი. ეს ჩემი შვილია, კოჩი. სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ. თუ სადმე წუმპე შემხვდა, აუცილებლად შეგატყობინებთ. მე როგორც მივხვდი, გამარჯობა მითხარით. დიახ, პატივცემულო. როგორ მოგმართოთ? მე ვარ
ტელეფონი ფაფი. ბავშვებისთვის ვიღებ ფილმს კეთილ შინაურ ფრინველებზე და ცხოველებზე. მე ვარ კამეჩი. ეს ჩემი შვილია ზაკი. გადაღებულია! მივაბინჯე სუფლის გაზე დაერია მშვენიერი ფრინველები ცხოველები აქ არიან ერთნიერ მივაბინჯე სუფლის გაზე დაერია მშვენიერი ფრინველები ცხოველები აქ არიან ერთნიერი დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა. ფრთხილად. ცოტა კი დავიღალე. რას საქმეა ნოქთ? ბავშვებს ძალიან უნდათ შინაური ფრინველების და ცხოველების გაცნობა. ძალიან საინტერესოა. თუ შეიძლება გააცანით თქვენი თავი. მე ვარ კატა. ეს ჩემი შვილია კნუტი. ბავშვებს ძალიან გაუხარდებათ. ნახვამდის. ბედნიერად. გამარჯობა. ჩემთან არსებული ინფორმაციით თქვენ ხართ ცხენი. დიახ, არ ცდებით. მე ვარ ცხენი. ეს ჩემი შვილია, კვიცი. კიდევ რა ძლიერი მხარეები გაქვთ? ძალიან სწრაფად დავრბივარ და გასაოცარი ხმით ვჭიხვინებ. დავემშვიდობე ცხენებს და ვესწუმრე ერთ ძალიან საინტერესო და მშრომელ ცხოველს. გამარჯობა. დღეს ბევრი სამუშაო გაქვთ? დიახ, ძალიან ბევრი. როცა სამუშაო არ გვაქვს, ზურგები გვეფხანება. თუ შეიძლება წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი. მე ვარ ვირი და ვიცი ყროვლიმი. ეს ჩემი შვილია ჩოჩორე. კარგად. ბევრ სამუშაოს გისურვებთ. ბავშვებს მოკითხვა გადაეცი. დედა, ვიღაც მოდის. ლა 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 ლა. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? კარგად გმადლობთ. თქვენ როგორ გიკითხოთ? მეც კარგას ვარ. ძალიან მინდა თქვენი გაცნობა. მე ვარ ძროხა და მე ვღმუი. ჩემ შვილს ქვია ხბორ. დიდი მადლობა რომ დრო დამითმეთ. დროებით. ამბავი მოვიდა რომ ბავშვებს ჩვენი თავი უნდა გააცმა. მართალი ბრძანდებით. თქვენ რა გქვიათ? მე ვარ თხა. ვიცი კიკინი და რქენა. ეს ჩემი შვილია თიკანი. დიდი მადლობა. აღარ მოგაცნებთ. ლა 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 ლა. ბევრი ბალახი უნდა ჭამო რომ გაიზარდო. გამარჯობა. გაგვაცანით თქვენი თარი. მე ვარ ცხვარი. ეს ჩემი შვილია ბატკანი. დიდი მადლობა. ნახვამდის. ასე მალე მიბრძანდებით? დაგვეწვიეთ ბალახზე. დიდი მადლობა. სხვა დროს დაგეწვევით. ახლა უნდა გავიქცე. სულ მოუთქმელად მელოდებიან ბავშვები. გადაღებულია! რა კარგია ფაფიო რა კეთილი არისო მეგობრები ვართო გული გახსნა ფართოდ და გადავხტე. კარგად. ლა 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 ლა. ლა 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 ლა. აქ საიდან მოხვდი? სიდან! კეთილი იყოს შენი მობრძანება. გამარჯობა მაიმუნო, ვერ დამეხმარები? კი, რა თქმა უნდა. რა საკეთებ? მაიმუნი ვარ და სხვა რა უნდა გავაკეთო? ვმაიმუნობ. რა დროს მაიმუნობა? ჩამომხსენი აქედან.
ლა 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 ჟირაფი, კეთილი ჟირაფი. დახმარება ხომ არ გინდათ? კი, რა თქმა უნდა. აბა კარგად, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის მაიმუნო. ვაუ! სად მიგიყვანო? ლომთან. ლომთან? დია. ლომი ხომ ცხოველთა მეფეა. ეცლება შენთვის. იცნო ლომ. ძალიან კარგად. მიმიყვარ მასთან? კი, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა ჟირაფო. დილა მშვიდობისა, თქვენო უდიდებულესობად. როგორ ბრძანდებით პატივცემულო ლომო? მადლობთ, კარგად. თქვენთან მეტად სერიოზული და გადაუდებელი საქმე მაქვს. გისმენთ, ჩემო ბატონო. ბავშვებმა მთხოვეს თქვენთან მოვსულიყავი და ამ ტყის ცხოველების გაცნობაში დამხმარებოდით. თუ ბავშვებმა გთხოვეს, აუცილებლად დაგეხმარები. ბავშვები გულრწფელები და კეთილები არიან. ერთი ძალიან სწრაფი მეგობარი მყავს. ის დაგვეხმარება. კურდღელო! აქ ვარ, მბრძანებელო, მოვრბივარ. გაიცანი, ეს არის კურდღელი. გისმენთ, პატივცემულო ლომო. ეს ჩვენი სტუმარია, ფაფი. მას ჩვენი დახმარება სჭირდება. დიდი სიამოვნებით. კურდღელო. ყველა ცხოველს ჩამოული და ეტყვი. საღამოს ჩემთან შეიკრიბონ. ჩემ ხელშია შრიამული, ყველა არის მხიარული, დათვინგელი ირემია, გვიყვარს ერთად სიარული. სპირლოს გრიტი ხორთუმი აქვს, მელას გზელი კუდიო, ზებრას თორი ზოლები აქვს, ჩვენ ვართ ერთი გუნდიო. ჩემ ხელშია შრიამული, ყველა არის მხიარული, დათვინგელი ირემია, გვიყვარს ერთად სიარული. სპირლოს გრიტი ხორთუმი აქვს, მელას გზელი კუდიო, ზებრას თორი ზოლები აქვს, ჩვენ ვართ ერთი გუნდიო. მეგობრებო, ჩვენ აქ ძალიან პატივსაცემი სტუმარი გვეწვია. ფაფი, ის ბავშვებმა გამოაგზავნეს იმისთვის, რომ სათითაოდ გაგვესაუბროს, გაგვიცნოს და შემდეგ ბავშვებს მოუყვეს ჩვენს შესახებ. მე ვარ ირემი და ყოველ წელს სილამაზის კონკურსში ვიმარჯვებ. მე ვარ მარტორქა. მართალია ერთი რქა მაქვს და ისიც უცნაურ ადგილზე, ცხვირზე, მაგრამ არც მე უჩივი გარეგნობას. მე ვარ ტახი. მეორე სახელიც მაქვს. გარეულ ღორს მეძახიან. მაგრამ სიმართლე გითხრათ, სულაც არ მწყინს. მე ვარ დათვი. მიყვარს თაფლი და მივირთმევ დღეში 3 ამიტომაც ვარ დიდი და ღონიერი. ბავშვებო, მიირთვით თაფლი და თქვენც ჩემსავით ღონიერები იქნებით. მართალია! მართალი! მე ვარ მელა. რასაც ჩემზე ამბობენ, მატყუარა არისო. სულაც არ არის სიმართლე. უბრალოდ გრძელი კუდი მაქვს. მე ვარ ზებრა. მართალია ბევრი ზოლები მაქვს, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან სწრაფად დავრბივარ. ვისაც უნდა შემეჯიბროს. მე ვარ ვეფხვი. ძალიან ძლიერი ვარ. სწრაფად დავრბივარ, დავხტივარ, მოკლედ ძალიან სიმპათიური ვარ. მე ვარ მგელი. ძალიან ბევრს ვარჯიშობ სირბილში და ძლიერი მუხლები მაქვს. არასდროს ვიღლები. ლა 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 ლა. დამელოდეთ, მალე მოვალ. ვიცი რომ ძალიან ნელა დავდივარ, მაგრამ მიზანს ყოველთვის ვაღწევ. აი, კოც მოვიდა. რა კარგია, ყველა ერთად ვართ. სპილო სად არის? მე ვარ სპილო და მაქვს ხორთუმი, სადაც ბევრ წყალს ვაგროვებ და შემიძლია ყველა გაგწუწოთ.
ჩილხეშია ჭრია მული ყველა არის მხიარული დათვინგელი ირემია გვიხვარს ერთად სიარული სპირლოს გრიტი ხორთუმი აქვს მელას გზელი კუდიო ზებრას თორი ზოლები აქვს ჩვენ ვართ ერთი გუნდიო ჩილხეშია ჭრია მული ყველა არის მხიარული დათვინგელი ირემია გვიხვარს ერთად სიარული სპირლოს გრიტი ხორთუმი აქვს მელას გზელი კუდიო ზებრას თორი ზოლები აქვს ჩვენ ვართ ერთი გუნდიო ნახვამდის მეგობრებო ნახვამდის პაპი ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე ბედნიერად ნახვამდის ნახვამდის პაპი